რადგანაც რა ვიცი ხა მე პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს ხა ისეთი დღე არის საერთოდ ხა ორი დღის წინ რაც მოხდა ამან ცოტა არ იყოს სხვა გუნებაზე დაგვაყენა ყველანი დიდი ტრაგედია არის 9 აპრილის მერე ესეთი დიდი მსხვერპლი ჩვენთან არ ყოფილა თბილისში და მე იმედი მაქვს რომ არ გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა 17 კაცია უკვე გარდაცვლილი და ეძებენ კიდევ რამოდენიმე ადამიანს რომელიც მეტ მაქნას რომ არ აღმოჩნდეს დაღუპული მე მოკლედ ვილაპარაკებ დიდხანს არ შეგაწყენთ თავს მაშინ და დღეს მე მინდოდა საუბარი მიშელ ფუკოს 1978-79 წლებში გამართულ ლექციების ციკლზე, რომელიც გაიმართა კოლეჟ დე ფრანსში, რომელსაც ერქვა ბიოპოლიტიკის დაბადება. და ვინაიდან და რადგანაც გუშინ წინ ასეთი საზარელი მოვლენა იყო და ჩვენ ქალბატონ ნაირასთან ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა ამ რამდენიმე დღის წინ. ეს ხშირად გვაქვს ეს საუბრები ეკოლოგიასთან დაკავშირებით და ვინაიდან და რადგანაც პოსტმოდერნის ეპოქაში ეკოლოგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მე მინდა რომ ამას დავამატო განხილვის საგნად კიდევ ერთი ეპოქალური ნაშრომი, რომელიც აგრეთვე 1979 წელს ეკუთვნის. ეს არის ჟან-ფრანსუა ლიოტარის პოსტმოდერნული კონდიცია, პოსტმოდერნული მდგომარეობა. და ეს ორივე ნაშრომი გარკვეულწილად ერთ მიმართულებას აღწერს. ბიოპოლიტიკა ეს ტერმინი, რომელსაც ძალიან ხშირად ხმარობენ დღეს ფილოსოფიაში და აზროვნებაში 1978 წლისთვის იყო შედარებით ახალი დამკვიდრებული და მიშელ ფუკომ სპეციალურად გააკეთა მისი განმარტება თავისი ლექციების კურსში, რომელიც მან კოლეჟ დე ფრანსში, როგორც უკვე გითხარით, 1978-79 წლებში ჩაატარა. ბიოპოლიტიკის მოკლე არსს ფუკო აყალიბებს ასე, რომ ახალი პოსტინდუსტრიული, პოსტმოდერნული საზოგადოების, განვითარებული საზოგადოების მოდუს ოპერანდი, ოპერაციის სტილი და ცხოვრების სტილი, რომელიც ადამიანს მატერიალისტურად უმორჩილებს მის ბიოლოგიურ ინსტინქტებს. ეს არის ახალი ტიპის მონობა. როდესაც ფუკო საუბრობს ბიოპოლიტიკის მონობაზე, ფუკო არ საუბრობს ხშირ შემთხვევაში, თავს იკავებს იმაზე, რომ დაასახელოს აი ეს მონათმფლობელები, ეგრეთ წოდებული ის ბატონები, რომლებიც კონკრეტულად ჩაგრავენ მე-20 საუკუნის დასასრულის ადამიანს და 21 საუკუნის დასაწყისის ადამიანს. დღევანდელი ეკონომიკური და სოციოეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ისეთია, რომ ადამიანი ემორჩილება თავის ბიოლოგიურ ინსტინქტებს. ანუ ის ბიოლოგიის მონად იქცევა, მას სისტემა ქმნის ბიოლოგიის მონად, ამითი მუშაობს სისტემა. ჟან-ფრანსუა ლიოტარი, როდესაც თავის ციკლს წერს პოსტმოდერნულ მდგომარეობაზე 1979 წელს, პირდაპირ ამბობს, რომ ამ სისტემაში სრული და უსასრულო ბატონი, აბსოლუტური მონარქია არ არსებობს. ეს არის ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მონობის სისტემა, სადაც ადამიანი მატერიალისტურ წესრიგში ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ინსტინქტებს და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მრავალი ასეთი ინსტინქტის დეფინიცია მოხდა და მთავარი, ვთქვათ, იგივე ოიდიპოსის ინსტინქტი და ასე შემდეგ, არა? კომპლექსი. და ასე შემდეგ არის მომხმარებელი საზოგადოების გაძლიერება. და არა იმიტომ, რომ მომხმარებლური საზოგადოების გაძლიერებით ადამიანის გაძლიერება ხდება, არამედ იმიტომ, რომ მომხმარებლური საზოგადოების გაძლიერებით ის სისტემა ძლიერდება, რომელიც თავის მთელ სიძლიერეს ამყარებს
მომხმარებლურ ინსტინქტზე. ჩვენ შევიდეთ მაღაზიაში, გარკვეული რაღაცა ვიყიდო, მე როდესაც ბიოპოლიტიკის რიტმში შევდივარ და თანამედროვე ლიბერალური, ნეოლიბერალური კაპიტალიზმის მონავ ხდები, მე როდესაც მაღაზიაში შევდივარ და ვცდილობ რომ ახლა შევედი მაგალითად და სამეჭი რეზინა გაქვთ ან კამფეტის მინდა რა ქვია, შოკოლადი მინდა რაღაცა კოკა-კოლა ან კიდე კენტუკის შემწვარი წიწილა. მაგრამ ეს თავისთავად მოხმარების საგნებია, რომელიც ყოველთვის ადამიანს სჭირდება, მაგრამ ეს არის ბრენდირებული, ფრენჩაიზიზირებული, ასე ვთქვათ, თანამედროვე ეკონომიკის ეგრეთ წოდებული მონსტრების მიერ დამზადებული საქონელი, ეს არის სუპერკორპორაციები, რომლებიც რეალურად ბატონობენ, Walmart-დან დაწყებული Coca-Cola-თი და Boeing-ით დამთავრებული, რომელიც გთავაზობს ამ მოხმარების ნივთებს და სერვისებს. და ადამიანი ხდება აი ამ სისტემის გაუცნობიერებელი მონა. ანუ ჩვენ არც კი ვიცით, როგორ ხდებით მომხმარებლური სამყაროს მონები. და როგორ ხდება ამ სამყაროში ჩვენი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, ღირებულებრივი ნგრევა. ლიოტარი ძალიან საინტერესოდ ლაპარაკობს, რომ ამ სისტემაში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. თვითის ხალხიც კი, რომელიც ტრანსნაციონალური კორპორაციების თავში დგას, ეს ძალიან პატარა უმცირესობაა რა, ძალიან პატარა უმცირესობა ბატონობს ძალიან დიდ უმრავლესობაზე. და სწორედ აქედან მოდის იდენტობის პოლიტიკის მთავარი პრინციპი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ უმცირესობის უფლებები. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ უმცირესობის უფლებები, მაგრამ მთავარი ამ უმცირესობებიდან ყოველთვის გამოტოვებულია მთავარი უმცირესობა. ეს არის ეს კორპორატიული და ტრანსნაციონალური უმცირესობა, ბანკების მმართველები, თქვათ, არა, ძალიან დიდარი სუპერმდიდრების კლასი, რომელიც ამ სიტუაციას თითქოს და ფლობს. თუმცა ჟან-ფრანსუა ლიოტარი თავის ანალიზში პირდაპირ ამბობს, რომ ეს ისეთი სისტემაა, სადაც ყველას ერთმანეთის ეშინია. ანუ ჰობსიანური პრინციპი, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია და ჩვენ კარგად ნახეთ, რომ მგლები გამოვიდნენ ჩვენი ზოოპარკიდან და აიწყო უცებ ეს მითოლოგიური მითქმა-მოთქმა, არა, შიშების დათესვა, რომ მგელი გამოვიდა და სინამდვილეში ის მგელი ბევრად უფრო კეთილშობილია, ვიდრე პოსტმოდერნული ადამიანი, რომელიც ჩაყენებულია იმ მდგომარეობაში, რომ თავის მოყვას ზურგში დანა უნდა დაარღვას კონკურენციის სახელით. ეხლა სხვადასხვა ამ დღეებში გამოჩნდა ერთი ძალიან კარგი რამე, სწორედ თქვენმა თაობამ გამოაჩინა ის, რომ დადგა აი ამ ინდივიდუალიზმის ინსტინქტზე ზემოთ, აი ამ ჩვენი წყალდიდობის მერე გამოჩნდა თქვენი თაობის საოცარი თვისება, რომელიც იყო ეს სოლიდარულობის საოცარი გამოხატულება, რითიც მეც და ძალიან ბევრი საფრთხოვანებულები ვართ. ანუ თქვენ ამითი, თქვენმა თაობამ ამითი ძლია იმ ბიოპოლიტიკას, რომელიც ადამიანებს ათითოკაცებს. ფუკოს აღწერით, ბიოპოლიტიკის მთავარი ძალა იმაშია, რომ ჩვენ ერთმანეთზე ეჭვები გაგვიჩინოს, ჩვენ გავხადოს კონკურენტები და მერე შესაბამისად მტრები. და ადამიანის მთავარი განხორციელებადი მოცემულობა და მთავარი პოტენცია, რაც ადამიანში დევს დაბადების თანავე, არის ის, რომ მას შეუძლია მოყვასის და ქრისტეს მიხედვით მტრისაც სიყვარული და შემოქმედება. აი ამ ორი მთავარი ადამიანური საწყისის წართმევით ბიოპოლიტიკა ახერხებს იმას, რომ ყოველგვარი ბატონის გარეშე ადამიანი ხდება თავისი ინსტინქტების მონა. ჩემი ერთ-ერთი პირველი ლექსი, რომელიც სიმღერად გადააკეთა მე ერთ-ერთმა ამერიკულმა ჯგუფმა, ამას K.P. Funk Band-ი ერქვა, რა, ერქვა, რომ მე ვარ ჩემი მორგიჯის, ანუ იპოთეკის მონა. ანუ თანამედროვე დასავლელი ბურჟუა დღეს როგორ ხდება, თქვა, ბიურგერი რაღაცის მონა. ვიღაცა არ მოდის მასთან, ვიღაცა ძველი ბიჭი არ მოდის, იქ არ არის ეს ფენომენი, ძველი ბიჭები ყველგან არიან, მაგრამ ძველი ბიჭები დასავლეთში გეტოებში არიან და იმათ არა აქვს ისინი, ვისაც იმონებენ, ეს სხვა კატეგორია არის. სხვა შორის ბევრ უფრო საინტერესო.
ბიურგერი, მაგრამ საშუალო კლასის დასავლელი ხდება საკუთარი სახლის შესყიდვის პროცესის მონა. ან კიდე საკუთარი მაცივრის, მანქანის და ასე შემდეგ. მომხმარებლობის მონა ხდება. და მისი შინაგანი თავისუფლება იკარგება. მაგალითად, თანამედროვე ბიურგერს, რომელიც მუშაობს ვთქვათ, მაცივრის ორგანიზაციაში, ან კიდევ მუშაობს კლერკად მაღაზიაში. არა აქვს იმის თავისუფლება, რომ უცებ დღის 3 საათზე, ან 4 საათზე წამოდგეს და იმღეროს. ან იყვიროს. ან იცეკვოს. ან სულაც ვინმე სიყვარული აუხსნას. და ამას მას პოლიცია კი არ უბრძოლავს. მას შეუძლია ამის გაკეთება. ძალიან მარტივია, ადგე და ვიღაცას უთხრა მე შენ მიყვარხარ. ეს უკვე ისეთი ტიპის მონობაა, რომელიც შინაგან ციხეში აქცევს ადამიანს. ამიტომ როდესაც ტონი ნეგრი და მაიკლ ჰარტი ლაპარაკობენ, რომ სად შეიძლება იყოს ბედნიერი ადამიანი, ინდოეთში უფრო შეიძლება იყოს თუ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მდიდარ ადგილას. არა, თავის თანამეგობრობაში ამ ინდოეთში ბევრად უფრო ბედნიერი ადამიანია სიღატაკეში, ვიდრე ეგრეთ წოდებულ განვითარებულ სამყაროში, სადაც ადამიანი უკვე თავისი ინსტინქტების მონა იმ დონეზე არის, რომ ის კრიმანჭულს ვერ იმღერებს. ვერანაირად. მას აღარ აქვს უკვე პოტენციალი, ის იმდენად გამოწურულია ინდუსტრიის სისტემის მიერ და ლიოტარი პირდაპირ ამბობს ამ სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან ცოტა ხალხი, ვინც პატრონობს, ვინც არის მფლობელი, არა, ონერები. კოტე ყუბანეიშვილსაა კარგი გამოთქმა, არა, როცა ვინც არის ამის ონერი, იქნება მილიონერიო, არა? ონერები, ანუ მფლობელები, არა, ვთქვათ, მამუკა ხაზარაძეები, ჩვენებურად იგივე მარიოტის მფლობელები და იგივე ბატონები ძინა და ასე შემდეგ. ისინიც არ არიან ბატონებიო, ანუ მათაც ყოველთვის აქვს ერთმანეთის შიში, ერთმანეთთან კონკურენცია და ეს შიში მთლიანად ამოძრავებს ამ მსოფლიო წესრიგს. ბიურგერულ მსოფლიო წესრიგს, რომელიც ტექნოკრატიულ დიქტატურას ამყარებს. ლიოტარი ამაზე ლაპარაკობს. ტექნოკრატიული დიქტატურა არის ყველაზე ძლიერი დიქტატურა, რომელიც უხილავი ძაფებით მართავს ადამიანს და იმონებს და ჭყლიტავს მას. და ამაში სხვათა შორის უნდა გითხრათ, ჩემო მეგობრებო, ტექნოკრატიული დიქტატურის დამყარებაში მარტო კაპიტალისტებს არ მიუღიათ მონაწილეობა. ამაში დიდი მონაწილეობა მიიღო ბატონმა კარლ მარქსმა და ბატონმა ზიგმუნდ ფროიდმა. ორმა მატერიალისტმა ძალიან ნიჭიერმა ღორმა. უნიჭიერესმა ღორმა. ფსიქოანალიზი, როდესაც კატარი ლაპარაკობს ფსიქოანალიზი, არის აფერისტობა, აბსოლუტური აფერისტობა და მისი საწინააღმდეგო მიმართულება ფელიქს კატარის. ფელიქს კატარი თავის თავს ეძახდა რას? ფელიქს კატარი ამბობდა, რომ მე ვარ მილიტანტი ანტიმატერიალისტი შიზო ანალიტიკოსი. ეხაც ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოანალიზი არის აფიორა. ისევე როგორც მარქსიზმი. სხვათა შორის მარქსი იყო მაგის ჭკუა, რომ ეთქვა, რომ მე მარქსისტი არა ვარო. ცხოვრების ბოლოში მარქსმა თქვა, რომ მე მარქსისტი არა ვარო. მარქსმა არაჩვეულებრივი კრიტიკა გააკეთა ბურჟუაზიული წყობილების, მაგრამ თავისთავად ის მატერიალისტური მოდელი, რომელიც მარქსმა შექმნა, იყო ბიოპოლიტიკის მონობაში ჩაგდების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება. მე როდესაც ლექციებს ვკითხულობდი ჰობარტის და უილიამ სმითის კოლეჯში, ძალიან საინტერესო იყო, რომ ყველა კოლეჯში ჰობარტ უილიამ სმითის საკუთარი მდიდარი ლიბერალური ხელოვნების სკოლაა და იქ ჩემი სტუდენტების ერთი ნაწილი, რომელიც ყველაზე მდიდარი მშობლების შვილები იყვნენ, ყველაზე მარქსისტები ისინი იყვნენ. ძალიან საინტერესო იყო, რატო? ვფიქრობდი, რატო არის, რომ ეს მილიონერების შვილები მარქსიზმზე დანებიან. იმიტომ რომ მარქსი მოდიოდა ლექციას არ აცდენდნენ.
მარქსი და ამ ზედმეტი ღირებულების კანონზე მელაპარაკებოდნენ და მაცილებდნენ ამისა სახში და ის დანარჩენები ხა ღარიბი სტუდენტები არა შედარებით ისინი კი რა თქმა უნდა ისინი ხარ მარქსი დიდი ფილოსოფოსი რა უნიჭიერესი კაცია ისე როგორც ფროიდი არა და რაღაცეებს ისინი შეთანხმებოდნენ მაგრამ ეს აღფრთოვანება განსაკუთრებით მარქსი და ფროიდი მდიდრების კლასში არის მატერიალიზმი არის ისეთი დაავადება რომელიც უთანასწორობას კვებავს და ფროიდმაც და მარქსმაც ხოჩო ძალიან კარგი ბიზნესი და კარგი ბიზნესმენები იყვნენ ორივე მათგან განსხვავებით ერთი ებრაელი კაცი იყო რომელიც არ იყო კარგი ბიზნესმენი მაგრამ ძალიან მაგარი ფილოსოფოსი იყო მათგან განსხვავებით ეს ორი ხო იყო აფერისტი ანრი ბერგსონი მარსელ პრუსტის ცოლის ძმა ნობელის პრემიის ლაურეატი დიდი ფილოსოფოსი ფრანგული წარმოშობის ებრაელი ფილოსოფოსი რომელიც უდიდესი ნაშრომების ავტორია რომელიც ასე კრეატიული ევოლუციის თეორიით შემოვიდა ანრი ბერგსონი ლაპარაკობს იმაზე რომ ევოლუცია იქმნება არა დაპირისპირებული მხარეების და საერთოდ ბრძოლით გადარჩენისათვის ესეც აფიორაა ჩარლზ დარვინის ბიოლოგიური დეტერმინიზმის სოციალურ ცხოვრებაში გადმოტანა ესეც აფიორაა ჩემო მეგობრებო სპენსერის თეორია მთლიანად არის სრულპენტელობა ადამიანი არ არის ცხოველი ადამიანი არის ღმერთის გაჩენილი არსება ადამიანი არის ღმერთის ქმნილება ადამიანი რომელმაც შექმნა შილერის და ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია არ არის ის არსება რომელსაც მას სახავენ მარქსი ფროიდი და ადამ სმიტი და ბატონი სპენსერი და თუნდაც ბატონი დარვინი თუმცა დარვინს ამაზე დარვინი იყო ბიოლოგი ძალიან კარგი ბიოლოგი მშვენივრად ჰქონდა აღწერილი პროცესი ევოლუციის დარვინს ამაზე არ ჰქონდა ფოკუსი გაკეთებული სპენსერმა გააკეთა სოციალური დარვინიზმი ეს არის სპენსერის ტერმინი რო დაუბრუნდეთ ისე ბიოპოლიტიკას და დღევანდელ წყობილებას ჟილ დელოზის და ფელიქს კატარის წიგნში კაპიტალიზმი და შიზოფრენია არის მოცემული გენიალური ფრაზები 1000 პლატოში რომ ადამიანი იმითი არის დიდი არსება და იმითი არის გენიალური ხელოვნების ქმნილება რომელიც ასევე ქმნის გენიალურ ნაწარმოებებს რომ იგი არ შეიძლება დაემორჩილოს ბიოლოგიური დეტერმინიზმის ლოგიკას. ანუ ჩვენ როგორ ვეძახით, აი თქვენ მე გძნობთ რომ ამას გძნობთ, არა? ადამიანი დაბადებიდან, აი თქვენ გეუნებით. წამოდექით, თუ შეგიძლიათ წამოდექით დამენახვეთ რა. აი თქვენ კუთხეში, თქვენ დიახ. მე მინდა რომ მოგმართოთ, არა? როგორც ვოლტერი მიმართავდა რუსოს. რომ ადამიანი არ შეიძლება იყოს გამოსირებული. და რატომ? იგი ბუნებით არ არის გამოსირებული, იგი ღმერთის გაჩენილია და თქვენც ღმერთის გაჩენილი ხართ, ჩემო მეგობარო, დაბრძანდით. აქედან გამომდინარე, ის ვინც გვიმტკიცებს, რომ ადამიანი არის თავისი ინსტინქტების მონა, ან გვატყუებს, ან კიდე თავს იმცირებს და არასწორ მდგომარეობაში იგდებს. ჟილ დელოზი და ფელიქს კატარი თავის წიგნში კაპიტალიზმი და შიზოფრენია ამბობენ, რომ ანტონინ მარტო, როდესაც ანტონინ არტო, უბრალოდ მაპატიეთ, ანტონინ არტო 1947 წლის 28 ნოემბერს
ანტონი ნარტოს მისცეს საფრანგეთის რადიოს პირდაპირ ეთერი საფრანგეთის რადიოსი 1947 წლის 28 უბრალოდ 28 ნოემბერს. რას ნიშნავს? წარმოგიდგენიათ? ეს ნიშნავს არა მხოლოდ დღევანდელი მასშტაბები რო შევადაროთ, არა, ეს არის პირველი არხი, არც რუსთავი და არც იმედი. ეს არის ყველა ტელეარხი და ყველა რადიოარხი ერთად. მაშინ მარტო რადიო ფუნქციონირებდა ომის შემდგომ საფრანგეთში. მეტი არაფერი არ ფუნქციონირებდა. და იმისათვის, რომ დოგმატიკოსი მეცნიერების ემპირიოცენტრისტების დოგმა დაერღვიო, ანტონი ნარტო გამოდის და ყვირის. ესეთ რაღაცას აკეთებს ანტონი ნარტო, უდიდესი ფრანგი არტისტი. და რას ამბობს ამით? მე ვარ სხეული ნაწილების გარეშე. მე ვარ სხეული, თქვენ ხართ სხეული ნაწილების გარეშე. ანუ თქვენ სხეულს ნაწილები არ აქვს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ სხეული, რომელსაც ნაწილები არ აქვს და თქვენ ბევრად უფრო ძლიერი სხეული ხართ, ვიდრე ნებისმიერი ატომის ბომბი. აი ეს არის ადამიანის გენიალურობა. თუ შეიძლება ისევ აბზარდეთ, თქვენ ისევ მინდა მოგმართოთ, როგორც ჩემ ვოლტერს, როგორც რუსომ მიმართა ვოლტერს. აი თუ იცით თქვენ რატომ ხართ თქვენ გენიალური ქმნილება ღმერთის? ჩემი აზრით თქვენ მარტო მხოლოდ იმიტომ ხართ გენიალური ქმნილება ღმერთის, რომ თქვენი პროგნოზირება ბატონო ჩემო, თქვენი პროგნოზირება ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ნებისმიერი კიბერნეტიკული ინსტიტუტისთვის არის შეუძლებელი. თქვენი მოქმედების პროგნოზირება არის შეუძლებელი. მაშასადამე თქვენ ხართ შემოქმედის, ანუ ყველაზე დიდი ხელოვანის და აქაც სამხელა პარალელი არა, ღმერთი არის ხელოვანი. ღმერთი არის ხელოვანი. შემოქმედია. შემოქმედი ქმნის გენიალურ არსებას, რომლის წინასწარ პროგნოზირება არის შეუძლებელი. დიდი მადლობა დაბრძანდით. აი რატომ ხართ თქვენ გენიალური ქმნილება ღმერთის. და მე ვფიქრობ, არა მარტო თქვენ, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩნდება ამ ქვეყანაზე, არის ღმერთის გენიალური ქმნილება. ეს გამორჩათ ბატონ კარლ მარქსს და ბატონ ზიგმუნდ ფროიდს, რომლებიც თვითონაც გენიალური ქმნილებები იყვნენ ღმერთის, მაგრამ არ ჰქონდათ თავის თავზე საკმარისად კარგი წარმოდგენა. და ეს არ გამორჩა ანრი ბერგსონს და ეს არ გამორჩა აგრეთვე დიდ ფილოსოფოსებს, ჟილ დელიოს და ფელიქს გატარის. და გირჩევთ წაიკითხოთ ეს წიგნი, ძალიან საინტერესო წიგნი, 2 ტომისგან შედგება, სხვათა შორის ეს გატარის და დელიოზის ნაშრომი. პირველს ქვია ანტიოიდიპოსი, რომელიც არის ოიდიპოსის კომპლექსზე დაწერილი წიგნი და რომელიც ძალიან საფუძვლიანად ასაბუთებს, რომ ოიდიპოსის კომპლექსი არის სისულელე. იგივე პენესის შური არა. მე დარწმუნებული ვარ, აქ ქალბატონები ბრძანდებიან, რომ დამეთანხმებით, რომ ქალს კაცის არანაირად არ შორს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაცა გვაბია. ეს არის აბსოლუტური აბსურდი. და ზიგმუნდ ფროიდის მარაზმი, მის ქალიშვილთან ერთად რო შეიკეტა ზიგმუნდ ფროიდი 1910 წლის მერე, მის მერე დაემართა გამოკლიავება, როგორც რიჩარდ რუბინშტაინი იტყოდა. ჩემი მასწავლებელი ფროიდის გამოკლიავება დაიწყო 1910 წლის მერე. რუბინშტაინი აგრეთვე იმასაც ამატებდა, რომ რუბინშტაინი არის დღევანდელი გენიოსი, რომელიც ახლა ცოცხალია, რა. რუბინშტაინი ამბობს, რომ სიზმრებში ფროიდს მშვენიერული აზრები ჰქონდა, მაგრამ როცა დაიწყო პენისის შურზე ლაპარაკიო და ამ სექსუალურ თემებში რომ გადავარდაო, გახდა ბიზნესმენი, დუქანთან დადგაო და დაიწყო გაყიდვა ხელოვნური სასქესო ასოების და ბევრი ფული გააკეთა. სხვათა შორის დღესაც ფროიდის ოჯახს ძალიან დიდი ფული შეძლის სექსშოპებისგან და ასე შემდეგ, ყველა სექსშოპში წილი აქვს გაახლოებით. მაგრამ როგორც რუბინშტაინი ამბობს, აი ის რა შეცდომას ფროიდს მოუვიდა, არ მოუვიდა ჯონ ბარტონს. ჯონ ბარტონმა თქვა, რომ ადამიანს აქვს ონტოლოგიური მოთხოვნილებებიც.
ადამიანს შეუძლია დაამტკიცოს, რომ თავის სხეულზე ზემოთ შეიძლება დადგეს. ანუ დელოზის და გატარის სიტყვებით რო ვთქვათ, ადამიანს აქვს ის სხეული, რომელსაც ნაწილები არ აქვს. ანუ ადამიანს შეუძლია თავის სხეულზე მაღლა დადგომა და როგორ დადგება ადამიანი თავის სხეულზე, მაგრამ ეს ყველა ადამიანის შემოქმედებით გენიოსში არის. ყველა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ისეთი რამე, რაც იქნება აბსოლუტურად და პოზიტიურად არა პროგნოზირებადი. მოულოდნელი, საშიში, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნოც. აი ეს არის ადამიანის გამარჯვება ბიოპოლიტიკაზე. ადამიანი კაპიტალიზმს ამარცხებს სწორედ აი ამ სულით. დიმიტრი უზნაძის თეორიას რო დაუბრუნდეთ ისევ, არა? და იგივე თაზო ბუაჩიძეს და იგივე ზურაბ კაკაბაძეს წერდა ამის შესახებ. და ბევრი სხვაც ქართველები არიან მოაზროვნეები, ვინც ლაპარაკობენ. ადამიანი არის შემოქმედი. ღმერთი არის შემოქმედი, ადამიანიც არის შემოქმედი. აგერ ჩემთან ერთად აგერ დარბაზში ზის ბატონი ირაკლი გოგია, რომელიც არაჩვეულებრივი შემოქმედია. მასში ზის ღმერთის რაღაცა საკუთარ პროცენტებს ვითვლით, ეხლა რამდენი პროცენტია 35, 37, 73, თვითონ სხვა აზრის არის, ჩვენ სხვა აზრის ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ის გავს სპექტაკლებს და ძალიან საინტერესო. ხათუშის გირჩევთ, რომ წავიდეთ ნახოთ რომეო და ჯულიეტა გააკეთა. ეხლა ძალიან საინტერესო, ძალიან არაორდინალური, ძალიან საინტერესო დადგმა არის ახმეტელის თეატრში და მოდით საერთოდ ახმეტელის თეატრში ბევრი საინტერესო სპექტაკლია რა. იმერული რეკვიემი არის კიდე სპექტაკლი, ძალიან საინტერესო საქართველოზე და იმ საგიჟეთზე, აი სიგიჟე და ცივილიზაცია, ჩემო ბატონო. ფუკოს წიგნი არის სიგიჟე და ცივილიზაცია. ეგეც ბიოპოლიტიკის გარღვევის გზა არის, არა? და კაპიტალიზმი და შიზოფრენია, დელოზი და გატარი. გენიალური გზები, კენკიზი გაიხსენეთ, არა? ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. უდიდესი ნაწარმოები. ყველაფერი, რაც ჯამრთელია, მე-20 საუკუნეში და 21 საუკუნის დასაწყისში არის გიჟური. და ყველაფერი, რაც მოშვებულია და დამონებულია, არის ეგრეთ წოდებული, როგორც აგერ ირაკლის მასწავლებელი იყო ირინა კალანდაძე, ირინა კალანდაძის ტერმინია ნორმოზს დამორჩილებული. ის, რაც გიჟური არ არის, ის არ არის ჯამრთელი. იმას, რასაც არ აქვს შემოქმედების უნარი, და შემოქმედი ყველა ადამიანში ზის და ყველა საქმიანობაში არსებობს. ეს არ გეგონოთ, რომ ხელოვნებას ეხება მარტო. აბსოლუტურად სწორი წარმოდგენაა ის, რომ ადამიანი, ვინც ხელოვნებაში არ არის, შემოქმედი არ არის. ყველა ადამიანი, მეზოვიდან დაწყებული, ფერმერით დამთავრებული და ნებისმიერი სხვა პროფესია, რომელიც შორის არის კიბერნეტიკოსი და სოციალური მუშაკი და ასე შემდეგ, ყველა არის შემოქმედი. ყველა ადამიანში არის პოტენცია შემოქმედის. ანუ ღმერთის და თუ გნებავთ ამას გიჟის უწოდებთ, არა? გიჟის სხვადასხვანაირი დახასიათება არსებობს, არა? ყველა ადამიანში ღმერთი დებს თავის ნაწილს. ანუ თქვენ, როდესაც კონ ედისონმა გამოიგონა ელექტრობა, ის იყო ეს გიჟი. როდესაც აღმოაჩინა ნიუტონმა მიზიდულობის კანონი, ის იყო ეს გიჟი. როდესაც გალილეო გალილეიმ გააკეთა ის აღმოჩენა, რომელიც მე კინაღამ დაწვეს და უკან წაიღო, მე ესე წამოიღო და ასე შემდეგ, ის გიჟი იყო და ჯორდანო ბრუნო და ასე შემდეგ. ყველა აღმოჩენა, ყველა გენიალური ნაწარმოები ნებისმიერ პროფესიაში არის ეს სიგიჟე. ახალი ნაბიჯის გადადგმა, ეს არის პროგრესი, მაგრამ ამავე დროს სიკეთით გამოწვეული. კონ ედისონის ნათურებმა ვიღაცას გაუნათეს ოთახები და მოუტანეს სინათლე. აი ეს სიგიჟე არის ის, რაც აცხოვრებს კაცობრიობას და ის, რაც ჩვენ ვინარჩუნებს ცხოვრებას. და სიყვარული ამასთან ერთად. ეს ორი ელემენტი არის. სიყვარულის გარეშე სიგიჟე შეიძლება უკვე ჰიტლერის მომენტებში გადაიზარდოს და ესეც არ გვინდა. არა? ნიჭი სიყვარულის გარეშე უკვე ხდება რაღაც ბოროტი გამოვლენა. მაგრამ ჩემი ძალიან არ გავაგრძელო ეს ჩემი სიტყვა, მე უფრო მოგცეთ საშუალება შეკითხვები დავსვათ. ეს არის შემოქმედება და სიყვარული. ეს სიმართლესთან ერთად ტრიო რო ავიღოთ, არა? ეს არის სამი პრინციპი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ გადავძლიოთ ბიოპოლიტიკა. და ეს ყველაზე პროდუქტიული
წარმოების წესია. ჩემთვის ეს ყველაზე პროდუქტიული მანუფაქტურის წესია. და ყველა ადამიანმა რომ ვიმუშაოთ კარგად, ამ გიჟს აღმოვაჩენთ საკუთარ თავში. შეიძლება ეს გიჟი უწოდოთ, შეიძლება შემოქმედი უწოდოთ, შეიძლება ხელოვანი უწოდოთ, შეიძლება მეცნიერი უწოდოთ, შეიძლება უბრალოდ უწოდოთ ნიჭი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამე სახელის გაკეთება შეიძლება და მე ამ შემთხვევაში ამაზე არც მაინტერესებს კონკრეტულად რომელს აარჩევს ადამიანი, იმიტომ რომ ყველას ინდივიდუალური ბუნება აქვს და შეიძლება თქვას ადამიანი მე ნიჭი მაქვს, მე რაღაც უნარი მაქვს და ასე შემდეგ. აი ეს ყველა ადამიანში არის. მთელი ცხოვრების მთავარი გამოწვევა არის აი მის მოძიება და ბევრი მუშაობა, ბევრი, ძალიან ბევრი მუშაობა, რომ აი ეს სიგიჟე წარმოჩინდეს და ამ სიგიჟემ კარგი მოიტანოს სხვა ადამიანებისთვის. მისი თლიანობაში, ჰოლისტურ ერთობაში გაერთიანება სიყვარულთან, სიგიჟის და სიყვარულის გაერთიანება არის პროგრესი. და ეს გვანთავისუფლებს ბიოლოგიური ინსტინქტების მონობისგან. მაშინ ჩვენ შეიძლება დავდგეთ ნებისმიერ ინსტინქტზე ზემოთ. თქვენ მაგალითად, ჩემო ბატონო, შეიძლება ერთ ჩვენი დღეს გქონდეთ აბსოლუტური ნირვანა და ესეც ხო ძალიან საინტერესო ცნება რა. ნირვანაში შეიძლება გადახვიდეთ, გქონდეთ გვერდს ძალიან გშიოდეთ, არ შეჭამოთ, სრულიად შიშველ მდგომარეობაში იწვეთ ქალთან ერთად, ან კაცთან ერთად, დღეს უკვე ესეთი ვარიანტია, რომ ისიც უნდა თქვა და ისიც და ან კიდე ცხოველთან ერთად, მაგრამ არაფერი არ მოგინდეთ. და იფიქროთ ედგარ ალან პოს ლექსზე, ან კიდე უფრო მეტიც. შექმნათ თქვენ თვითონ უკეთესი ლექსი, რომელიც უკეთესი იქნება ედგარ ალან პოზეც და რემბოზეც. და არ იქნებით თქვენი ბიოლოგიური ინსტინქტების მონა. აი ამ ბიოლოგიური ინსტინქტების გადალახვის მიშელ ფუკო იყო გენიალური ადამიანი, საერთოდ. მამა ჩემი და ის ტოლები იყვნენ 1926 წელს იყვნენ გაჩერებული, სხვა შორის მათ ნაწერებს რო ვადარებ დღეს ძალიან ბევრი საერთოა. მაგრამ მამა ჩემი იყო ძალიან კონსერვატიული და მორცხვი ადამიანი და მიშელ ფუკო იყო ეპატაჟური ფილოსოფოსი იყო ძალიან და უყვარდა ძალიან ეპატაჟი. სადაც მიშელ ფუკო იყო მოწვეული 1978 წელს იყო ტელურაიდის სახლში კორნელის უნივერსიტეტში, დერიდაც იყო გაჩერებული და გაეტრის სპივაკიც და იქ მე მომიწია მუშაობა უკვე დიდი ხნის მერე, რამდენიმე 5 წლის წინ ვიყავი, 2 წლის განმავლობაში რეზიდენტ პროფესორებს იყვნენ. და მთელი ამ რეზიდენტ პროფესორის სამუშაო არის, რომ სტუდენტებს გაესაუბრო საჭმელის დროს და მერე, ვთქვათ, ესე თავისუფალ დროებში. და მიშელ ფუკო იქ ატარებდა სეანსებს, იმ დროს წერდა წიგნს სექსუალობის ისტორია და პურიტანებს უმტკიცებდა მათი საზოგადოების თელ ფარისევლობას და აკეთებდა ესე, რომ მიგ ჯაგერის სურათს დაიდებდა წინ, მიგ ჯაგერი მღეროდა და მიშელ ფუკო მასტურბირებდა ხალხში და პირდაპირ ამბობდა, მოდით და თქვენ გაქვთ ეს დიდი პრივილეგია, რომ ნახოთ მიშელ ფუკოს დიდი ფილოსოფოს მასტურბაცია და თუმცა შემომიერთდით მე მასტურბაცია თვითონაცო და შემორჩა ხო დღევანდელ დღეს პურიტანების ამ ხალხის, ესე იგი, განხილვებს აწყობდნენ ყველგან. ამერიკელებს ხო განხილვები უყვართ, რუსები და ამერიკელები გვარად ერთმანეთს და მოიწვევდნენ კრებებს. ყოველდღე რომ მიშელ ფუკომ ბოდიში და ესე იგი დღეს დაანძრია და რა ვქნათ. ამ ზოგს ბავშვები ყავდა ახლა იქ და ეს კაცი ძალიან დიდი ფილოსოფოსია, უნივერსიტეტი უხდის ამხელა ფულს, მაგრამ ყოველ დღე აწყობს ეს საჯარო მასტურბაციებს და ჩვენს პარტიებს. და მივიდეთ თუ არა, გავაგდოთ თუ არა და დააყენებდეს და აბა ვინაწევს ხელს, აწიეთ ხელი გავაგდოთ თუ არა მიშელ ფუკო და ვერ წერდნენ, არა მაინც დიდი და დაგვშტრაფავენ რაღაცა და ბოლოს და ბოლოს ეს იმით დაგთ რომ ვერ გააგდეს და მიშელ ფუკო მოკლედ დაწერა მე ეს ბიოპოლიტიკის ისტორია, სადაც მიშელ ფუკო ამით მასხარად იგდებდა ამ ყველაფერს. ამ თავისი ეპატაჟურობით მე-20 საუკუნის მატერიალიზმი მასხარად აიგდო. აი ეგ მომენტი იყო და მისი გენიალობა სწორედ ამაში იყო, რომ მან თქვა რომ ადამიანი არ არის აი ამ ბიოლოგიური ბიოპოლიტიკის მონა და არ უნდა იყოს. მაგრამ ამ სისტემის დამარცხება უკვე თქვენზე არის. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ სიხარბე და ბიოლოგიური ინსტინქტების მონობა მოგვიტანა ის, რაც ვნახეთ გუშინ წინ. გააკეთეს გზა, გაიჭრა მაყუთი. მე არ ვამბობ ერთ მთავრობაზე მარტო, იცით, პირდაპირ გეტყვით, ეს მარტო ნაციონალების პრობლემა არ არის. ეს არის ყველა მთავრობის პრობლემა, რომელიც საბჭოთა კავშირის მერე იყო და საბჭოთა კავშირის დროსაც. დღეს აპირებენ ხუდონ ჰესის აშენებას, ამას აპირებდა საბჭოთა კავშირის მთავრობაც. ჩვენთან ბიოპოლიტიკის მონობა გვანგრევინებს ბუნებას, ტექნოკრატიის სინდრომი.
ჩვენი საზოგადოების მთავარი მტრები არიან ტექნოკრატები, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ რომ სიყვარულზე ზემოთ დადგენ, მათ შეუძლიათ დაანგრიონ ბუნება თავისი კერძო მოგების გამო. ამას ისინი არც მალავენ. დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიის ტექნოკრატიული მონსტრები გვამყოფებენ ბიოპოლიტიკის ნეოლიბერალიზმის მონობაში. აი სანამ ჩვენ ამ პრობლემას არ გადავზლებთ, ჩვენ ასეთი ტრაგედიები მოსჯილი გვაქვს. და თქვენმა თაობამ დაძლია ეს იმითი რომ სოლიდარობა გამოაცხადა, მე მინდა მადლობა გითხრათ. თქვენ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ეს 2 დღე ამდენს მუშაობს და მართლა ამხელა სხვა ადამიანზე ფიქრს და თავგანწირვას ხედავ. სისტემის დამარცხება პირველ რიგში შესაძლებელია სიყვარული და სხვა ადამიანზე ფიქრით. და სისტემის გამარჯვება და ადამიანის დამონება არის პირველ რიგში, როცა ადამიანი ეგოისტურად ჩათვლის, რომ თავისი მოგება მისი გარემოს კეთილდღეობაზე უფრო მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ეხლა მზადვარ რომ იპასუხოთ თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდათ. მოგესალმებით, მე გახლავართ გვანცკა კაურიძე, მადლობა საინტერესო ლექციისთვის. ასეთი კითხვა მაქვს, როგორც აღნიშნეთ, ბიოპოლიტიკა არის უფრო პოსტმოდერნიზმის პირმშო, ხო? მაინტერესებს, ეს პროცესი გრძელდება, სანამდე შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს, იმიტომ თანდათან უფრო ტექნოლოგიური ინდუსტრია უფრო იზრდება, ადამიანზე აქვს უფრო მეტი ზემოქმედება და როდესაც ადამიანი ამ ბიოპოლიტიკას ვერ აცნობიერებს, ცოტა ძნელია ამ ყოველივეს დაუპირისპირდა, ხო, როცა ამაზე ლაპარაკობ, უკვე ხვდები რაშია საქმე, მაგრამ უმეტესობამ ეს არ იცის ადამიანების უმეტესობამ. იმიტომ ისინი უკვე ცნობიერად არიან ამაზე დამორჩილებული. მაინტერესებს ეს ყოველივე როგორ შეიძლება მოგვარდეს და მომავალში რა დონეზე შეიძლება განვითარდეს ბიოპოლიტიკა. იცით რა არის? ჯერ პირველ რიგში ალბათ ის უნდა ვთქვათ, რომ ბიოპოლიტიკა როდესაც ფუკომ ეს ლექციების კურსი აწარმოა, ეს ალბათ უფრო მოდერნის ჩარლი ჩაპლინის ფილმი ნანახი გექნებათ, ახალი დროება, რა, ახალი დროება რომ მოვიდა, მოდერნის პერიოდი რომ მოვიდა, ეს იყო ბიოპოლიტიკის დაბადება. ფუკო ბიოპოლიტიკის დაბადებას 1930-იანი წლების, როდესაც ვალტერ ლიპმანის სიმპოზიუმი გაიმართა საფრანგეთში, თუ არ ვცდები, სადაც იყვნენ ფრაიბურგის სკოლის წარმომადგენლები, ფრაიბურგელები არიან, ასე ვთქვათ. ფრაიბურგელები და შემდგომში უკვე ვენის სკოლა და ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლა, ესენი არიან ავტორები ბიოპოლიტიკის. ანუ ეს მოდერნის შვილია, პოსტმოდერნის შვილი არ არის. თუმცა პოსტმოდერნში ჩვენ ბიოპოლიტიკის მონები ეხლაც ვართ. როგორ შეიძლება დაძლევა ბიოპოლიტიკის? ეს ძალიან რთული შეკითხვაა, პირდაპირ გეტყვით. ამ კითხვაზე პასუხი არ არის მარტივი. როდესაც 4 წლის წინ ნოამ ჩომსკი, დიდი ამერიკელი ლინგვისტი და მოაზროვნე და ფილოსოფოსი, მივიდა დაიკავე უოლ-სტრიტის აქციაზე, ერთ-ერთ მოედანზე, რომელიც იქ არის უოლ-სტრიტის გვერდზე და მას კითხეს, იქ სხვა შორის ძალიან საინტერესო აქციები იყო, მიკროფონის გარეშე ხდებოდა ეს ყველაფერი და ერთმანეთს გადასცემდნენ სტუდენტები, არა? 2011 წელს იყო ეს და პირდაპირ დაუსვეს კითხვა, რომ როგორ დავძლიოთ ბიოპოლიტიკა. და ჩომსკის პირველი რეაქცია ამაზე იყო ის, რომ იცით რაო, ერთმანეთს თუ დაეხმარებით, ერთმანეთზე თუ იფიქრებთ, ეს არის პირველი გამარჯვება ბიოპოლიტიკაზე. ანუ ეგოიზმის და შიშის დაძლევა. როდესაც ადამიანი, ჩვენ ხო ყველა ადამიანი ვართ და გვამოძრავებს შიშიც. არა, ჩვენ ყოველთვის გვეშინია რომ მარტო დავჩევით. ახლა მაგალითად ვფიქრობ, რომ ესე ორი დაახლოებით ერთ კვირაში შეიძლება საჭმელი არ მქონდეს. მაგრამ ახლა ამ შიშის უკან რეალური რაღაცა დგას ყოველთვის, არა? კაპიტალიზმი სწორედ ის სისტემა, რომელიც მუდმივად ამ შიშში გვამყოფებს, რომ აი მე საჭმელი არ მქონდეს, მოვკვდები შიმშილით, არა? ეს ჩვეულებრივი მომენტია. პასუხი ამაზე ცალსახა არ არის, როგორ შეიძლება გადაძლიო ეს შიში. მაგრამ ამ შიშის გადაძლევაში და სოლიდარობის გამოჩენაში, რომ შეიძლება ადამიანი მოვკვდეს შიმშილით, თუ თქვა რაღაც ტერორით და ასე შემდეგ, არის სწორედ ის, რაც ადამიანური ჩდება, სოლიდარობის მომენტები და სიყვარული, რასაც ქვია, სწორედ ამ შიშის გადაძლევა არის. სხვისი გულისთვის საკუთარის მოკლება, ესეც აგრეთვე ამ შიშის გადაძლევაა, იმიტომ რომ მე თუ რაღაც მინდა რომ ეს წყალი მე მქონდეს სულ და უცებ ვიღაცა მითხრა წყურიაო და თუ მივეცი, ეს არის სწორედ სისტემის დამარცხება. ეს ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, ფორმულა არის. თავისთავად როგორ გავაკეთოთ ის, რომ ბიოპოლიტიკა დავამარცხოთ, ეს რა თქმა უნდა ცნობიერი აქტია და აქ უკვე შემოდის
განწყობის თეორია ვთქვათ, არა, და არაჩვეულებრივი თეორია არის განწყობის თეორია. უზნაძეს რამდენიმენაირი განწყობის დინებადობა აქვს დახასიათებული და თუ დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ რა განწყობაზე არის ქართველი ერი, არა, მე დავახასიათებდი ასე, ეს არის კონფუზიის დაბნეულობის განწყობა, როცა ჩვენ არ ვიცით სად მივდივართ, რაღაც ნატო, რუსეთი, რაღაც შახიან რუსეთი, ეგეთი ლაპარაკებთ გარე ფაქტორებზე. არც კი ვიცით ვინა ვართ, არც ვსწავლობთ ამას ვინა ვართ. ეს ერთი. და მეორე არის საზოგადოების დათითო-კაცება, ბიოპოლიტიკური ზუსტად სინდრომი, რომელიც არა მარტო ჩვენთან არის, არამედ მთელ მსოფლიოში არის. თუ კი განწყობა არის ისეთი, რომელიც ბოლო 2 დღე იყო იმ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები მუშაობდნენ, აი ჩათვალეთ, რომ ეს არის ბიოპოლიტიკის დაძლევა. მაგრამ როგორც უზნაძე ამბობს, პერსევერანტული ამისი შენარჩუნება, პერსევერაცია რომ მოხდეს ამისი. ეს მოითხოვს ძალიან მეთოდურ საგანმანათლებლო მუშაობასაც, რომ ეს განწყობა, რომ მე ეგოისტი კი არ უნდა ვიყო, ჩემ წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანი კი არ უნდა ვიყო, არამედ ბედნიერებაზე სხვებთან ერთად არსებობაში და სამყარო ეკოლოგიური მსოფლმხედველობა მქონდეს. სამყაროსთან ერთად ვარ ბედნიერი ჰარმონიაში. მრავალხმიანობაში და მრავალჟამიერში ვარ მარტო ბედნიერი და არა ჩემ რაღაცა ყვირილში, ერთხმიან ყვირილში. ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა, არ არის ადვილი, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ქართველებმა ეს ჩემ ცხოვრებაში რამდენჯერმე გამოავლინეს. ერთხელ იყო 1999 წლის 9 აპრილს, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა თავში გვიტყეს რაღაცები დაფოცეს, მეორე დღეს გაერთიანდა მთელი საქართველო და იმაზე კაი ადგილიდან საქართველო აღარ არსებობდა. რამდენიმე დღე გაგრძელდა ესეც. და მეორე არის ახლა რასაც ვხედავ, რაც მართლა საოცრება არის ჩემთვის ახალგაზრდობის აი ეს საოცარი ენერგიის ნახვა. რასაც ახლა ახალგაზრდები აკეთებენ ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით. აი ასე მარცხდება ბიოპოლიტიკა ჩემი აზრით და უნდა ვიმუშაოთ იმაზე ხელოვნების საშუალებით და არა მარტო ხელოვნების, არამედ შემოქმედება ყველა დარგში, მათემატიკაში იქნება ეს, მეცნიერებაში იქნება ეს თუ ჩვეულებრივ რუტინულ სამუშაოში ჩვენ უნდა ვეძებოთ ის გზები, რომ აი ეს განწყობა მოვიპოვოთ. სოლიდარობის და ადამიანური სითბოს განწყობა. იცოცხლეთ და გაიხარეთ. სამებით ესეთი კითხვა მაქვს, ანუ მაინც რაში მდგომარეობს აი რაღაც ესეთი განსაზღვრება თუ არსებობს ეს ბიოპოლიტიკა, ანუ იმიტომ რომ თქვენ რაც თქვა დამახასიათებლები რაც წარმოაჩინეთ მისი რომ ადამიანს ეშინია რომ თქვა რაღაც ზღვრები გაარღვიოს და რაღაცა შუა სამუშაო დღეს რომ წამოხტეს და თქვა იმღეროს და ასე შემდეგ. დაახლოებით ეგეთ სტერეოტიპები პრინციპში რაც ადამიანი ცხოვრობს საზოგადოებაში იმის მერე არის, ანუ ის რომ არსებობს რაღაცა ზღვარი, რაღაცები არ ყველას აქვს რაღაც მოვალეობები და იმის დარღვევა და იმის გადახვევა ყველას ეშინო და მე-5 საუკუნეშიც, ქვის ხანაშიც და პირველ თემურ წყობილებაშიც და ეხლაც. და ანუ ზუსტად მაინც რაში მდგომარეობს ეს ბიოპოლიტიკა, ეს ერთი. და მეორე, მაშინ რა არის ალტერნატიული იდეალური თუ ასე შემდეგ წყობილება, რომელიც იქნება უკეთესი, ვიდრე ის ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს. დიდი მადლობა, მშვენიერი შეკითხვაა. პირველ რიგში მოვალეობების თაობაზე მინდა გითხრათ. რა არის? მოვალეობა არის ერთი საკითხი. ჩვენ როცა ლაპარაკობთ იმაზე, რომ აი ყველა ჩვენთაგას მოვალეობა გვაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების ჩვენი დების, ძმების, მამიდების და ბებიების და ასე შემდეგ ჩვენი ახლობლების და ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი პლანეტის წინაშე რა მოვალეობაც გვაქვს. რა მოვალეობა გვაქვს ჩვენ? პირველ რიგში გვაქვს მოვალეობა, რომ არ დავაბინძუროთ ჩვენი პლანეტა. პლანეტის წინაშე გვაქვს მოვალეობა, რომ გლობალური დათბობა მოდის. და ჩვენ არაპასუხისგებლურად ბუნებას ვჩეხავთ, ვანგრევთ. ახლა გვინდა ჰესები გავაკეთოთ ბევრი, გრესები და ატომური ელექტროსადგურები და ასე შემდეგ. როცა ეკოლოგები გვეუბნებიან, რომ არ გააკეთოთ ეს. გქონდეთ მოვალეობა და პასუხისგებლობა თქვენი პლანეტის წინაშე. ეს მოვალეობა ნამდვილად შევასრულოთ.
მეორე ბიოპოლიტიკის თავისებურება რაში გამოიხატება? თუ ადრე იყო თქვათ, ადრე იყო ბევრი პათოლოგიური მოვლენა აგრეთვე, რა თქმა უნდა. თქვენ მართალი ბრძანდებით იმაში, რომ შიშები და ადამიანის ჩაგვრა ყოველთვის არსებობდა ნამდვილად. ახლა მაგალითად ეგვიპტეში იყო ფარაონების ბატონობა. მერე იყო მას შემდეგ უკვე წამოვიდა მეფეების და არისტოკრატიის ბატონობა ევროპაში და აზიაში. თემურლენგის დროს მაგალითად თემურლენგის ბატონობა იყო და ასე შემდეგ. არც ის იყო კარგი, ხო პირდაპირ თქვა რომ ვიღაცებს თავს ვაჭრიდნენ თემურლენგის ლაშქრობების დროს, არც ის იყო ძალიან ჰუმანური აქტები. მერე შეიქმნა ეს სტრუქტურა, რაღაც აი ბატონყმობის სტრუქტურა, რომელიც აგრეთვე არ იყო კარგი. იყო პირდაპირ შიში ამ ბატონების. თუ თემურლენგის სისტემაში იყო თემურლენგის შიში, ფარაონების სისტემაში ფარაონების შიში, შარლემანის სისტემაში შარლემანის შიში და ვთქვათ ფრიდრიხ გერმანელის სისტემაში ფრიდრიხის შიში. იყო ეს შიში. კონკრეტული პიროვნებების შიში იყო. ლუდოვიკოს დროს ლუდოვიკოს შიში იყო. ლიოტარი რო ლაპარაკობს და ფუკო როდესაც ლაპარაკობს ბიოპოლიტიკაზე, ვალტერ ლიპმანის ნაწარმოებები არის ძალიან საინტერესო, რომ ვალტერ ლიპმანი ითვლება ნეოლიბერალიზმის მამად. იყო ძალიან ნიჭიერი ამერიკელი კომუნიკაციების თეორისტი და ჟურნალისტი და ვალტერ ლიპმანმა დაწერა ასეთი რამ. ჩვენ ცხოვრობთ დემოკრატიის ეპოქაში. და დემოკრატია ითხოვს იმას, რომ ყველა ადამიანის უფლებები, საარჩევნო უფლებები იყოს თანასწორი. მაგრამ ადამიანების უმრავლესობა არის შტერი. დაახლოებით ეს გამოთქმა აქვს ნათქვამ. ადამიანების უმრავლესობა არის ასე ვთქვათ, დეგენერატი და ადამიანები უნდა მართონ განათლებულმა ელიტებმა. ეს არის ლიპმანის დეფინიცია. სხვა შორის ამას ნოამ ჩომსკი ახსენებს თავის წიგნში მორჩილების დამზადება. და ამისათვის რომ მართოთ ეს მასა შტერი მასა, სხვათა შორის მარქსსაც ჰქონდა ეს ტერმინი, მასა, ეს ძალიან საინტერესოა. ლიპმანი იყო კაპიტალიზმის დამცველი. მარქსი იყო კაპიტალიზმის მტერი, ორივე იყო მატერიალისტი. და ორივე ხმარობს ამ ტერმინს. და ლიპმანი ამბობს, რომ ამ მასას უნდა манипуლირება. ამიტომაც ჩვენ შევქმნით ელიტურ სკოლებს, მაგალითად ამერიკაში მესაც ვასწავლდი ერთ-ერთი უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი შედის ეგრეთ წოდებულ Ivy League-ის კოლეჯებში, არა? იქ იყო ესე საძმოების და სადოების ინსტიტუტი, ელიტური ინსტიტუტები არის. საძმოში და სადოში რო შედიხარ, შენი წევრობა არის საიდუმლო, ხელის ჩამორთმევით ხდება იდენტიფიცირება, მთელ ამერიკაში არიან მთელ მსოფლიოში გაბნეულები, არა? კორნელის, აი ვთქვათ, ალფა, კაპა, გამა საძმო არის. ეს არის მდიდრების ჯგუფი, რომელიც ვალტერ ლიპმანი ამბობს, ესენი არიან ჭკვიანები, რომელსაც უნდა მართონ ქვეყანა. მაგრამ დღეს აღარ შეიძლება იმ მეფისგან განსხვავებით, ეს არ უნდა შეახარბო, უნდა დამალო, ჩუმაწყნარად, შვიდად манипуლირება გაუკეთო, ანუ დემოკრატია უნდა ითამაშო. ვალტერ ლიპმანი ამბობს, რომ ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს, ლიბერალური დემოკრატია არ არის ნამდვილი დემოკრატია და არ შეიძლება იყოს. ვალტერ ლიპმანი ამბობს და ლიპმანის სიმპოზიუმზე წარმოიშვა ბიოპოლიტიკა, არა? ნეოლიბერალიზმი. საჭიროა მოვატყუოთ ეს შტერი ხალხი. და შტერი ხალხის მოტყუება ხდება სანახაობით და პურით, როგორც რომელები აკეთებდნენ და არა მარტო სანახაობით და პურით. არამედ ვალტერ ლიპმანმა შემოიღო ახალი ტერმინი, ძალიან ცნობილი ტერმინია დღეს ჩვენთან, საზოგადოებრივი ურთიერთობები, PR-ი. PR-ი არის ხალხის მოტყუების საშუალება. რომ მდიდარმა და კორპორატიულმა ელიტებმა ისე მართონ საზოგადოება, რომ საზოგადოება ეს შტერი ხალხი, როგორც ისე ძახდა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ არ ვეთანხმები ვალტერ ლიპმანს ამაში რადიკალურად, რომ ეს ხალხი არ აჯანყდეს. ჩომსკის და ჰერმანის წიგნი, რომელიც გამოქვეყნდა 1991 წელს, მას ქვია მორჩილების დამზადება. ანუ ვისგან მორჩილების, ვისი მორჩილების და ვისგან მორჩილების. ანუ შიშის სინდრომის გარკვეული კარგი, ძალიან გაზეთილი მანქანის შექმნა და ამავე დროს პროპაგანდისტული მანქანის შექმნა, რომელიც დაარწმუნებს ხალხს, რომ ეს ტიპები, რომლებიც არიან, თქვათ, მაკდონალდსის და ბოინგის და კენტუკის შემწვარი წიტილების წარმოებლები და თქვათ, ბანანის რესპუბლიკის მმართველები, კაი ხალხია ძალიან.
ესენი არიან პასუხისგებელი კორპორატიული მოქალაქეები ჩვენი მსოფლიოსი, არა? ესენი გვაშენებენ British Petroleum-ი, ExxonMobil-ი, Boeing-ი, McDonnell Douglas-ი და ასე შემდეგ, არა? ეგენი არიან კარგი ხალხი და ჩვენ დანარჩენები დეგენერატები ვართ ხალხო. როგორ გეკადრება? ხო და თუ გვინდა რომ დეგენერატები ვიყოთ, მაშინ ძალიან მარტივია რომ ვიყოთ და თუ არ გვინდა რომ ვიყოთ, მაშინ შეგვიძლია ეს წიგნები წავიკითხოთ და გავეცნოთ, არა, როგორ შეიძლება რომ არ დავემორჩილოთ ამ წესრიგს, რომლითაც ჩვენ მანიპულირებას გვიკეთებენ. ყოველ ჩვენთაგანს და როგორც ლიოტარი წერს, თვითონ ამ კორპორატიულ წრეებშიც, ბორდებშიც არის ძალიან დიდი შიში ერთმანეთის და კონკურენცია თავისთავად ეს ცნებაც არის ამ სისტემის სასარგებლოდ მომუშავე მომენტი. ასე რომ არსებობს ძალიან ბევრი კარგი წყარო აკადემიური, რომელსაც კარგი ჩემზე რა ვიცი ახლა ჩემზე უკეთესია თუ ჩემზე უარესია, მაგრამ მე მაინც ისე ვიტყოდი, მე თვითონ იქიდან ვისწავლე. რადგან ბევრი საინტერესო ავტორია, რომელიც ამაზე წერს, მუშაობს, იკვლევს და საკმაოდ არგუმენტირებულ დასკვნას დებს. ვიყოთ თუ არა დამორჩილებული შტერები, როგორც ეს ლიპმანს უნდა და თუ ვიყოთ შემოქმედები. და კარგი ცხოვრება და შემოქმედებით ცხოვრება, რომელზეც თქვენ იკითხეთ, ჩემთვის არის მაგალითად, ვიტყოდი ესეთ მარტივ მაგალითს მოვიყვანდი. ჰერბერტ მარკუზე, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი გერმანელი ფილოსოფოსი წერს, რომ არსებობს სასიამოვნო შრომა და არსებობს მონური შრომა, ტოილი, არა? ასხვავებს ორ შრომას, შემოქმედებითი შრომა და ტოილი. გუშინ მაგალითად მე და ჩემი მეგობარი გიორგი კვაბზირიძე, ესე იგი 9 საათზე ავდექით ორივენი წყალდიდობის მერე და წავედით იოგის ცენტრში. და გქონდა ძალიან საქმიანი გასაუბრება დაახლოებით 5 საათიანი იოგის წარმომადგენლებთან ინდოეთის ერსთან და კრიშნას თემებზე ვლაპარაკობდით. ეს იყო ძალიან სასიამოვნო შრომა. ეს არ იყო მონური შრომა, რომელიც რაღაც კორპორატიულ იმას, რა ქვია, ელიტას ჭირდებოდა. და ამან სიამოვნება მოგვანიჭა. ისევე როგორც ახლა მაგალითად ჩემი მეგობარი ირაკლი გოგია რომ გავს სპექტაკლს, ეს შრომა თქვენ ეროტიულ სიამოვნებასაც გაყენებთ. მარკუზე ამას ამბობს, რომ მაგის სხვათა შორის იმასაც აქვს ფროიდს, არა, სუბლიმაცია ეწოდებული, რომ გადაიტანო კრეატიულ შრომაში ის ენერგია, რომელიც სხვაგვარად რაღაც ცხოველურ რაღაცას ხმარდება. და არაცხოველურში რო გადაგაკ ამან შეიძლება ბევრად უფრო დიდი შრომა სასიამოვნო არსებობს. მოცარტი მე-40 სიმფონიას რომ წერდა, ეს მას სიამოვნებდა და მე მყავდა ერთი სომეხი მეზობელი, ჟორა. ქუჩას ისე გვიდა, რომ იყო кайფში. თუმცა არ кайფობდა. არ ეჩხირავდა. ქუჩას გვიდა, იმღეროდა თან. 1975-16 წლებში ხდება ეს ამბავი, ჟორა, ჩემი მეზობელი სომეხი, რომელიც იყო გენიალური ქუჩის და რომ სერჟიკა ფარაჟონმა უთხრა, შენ ხარ გენიალური დვორნიკ, უთხრა. კაცი მღეროდა. ისე გვიდა ქუჩას. ანუ არა აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ თეატრში ხარ, კინოში ხარ, ოთარ იოსელიანი ხარ თუ ჟორა, რომელიც გვიდა ქუჩას, თუ ამას აკეთებ შემოქმედებითად, ეს არის თავისუფლება. და იგივე მაგალითად ავიღოთ ის რა ქვია იმას კაცოთამაშს. სტივ ჯობსი, მაკინტოშის ეს რომელიც გარდაიცვალა ახლა ხანს, არა? ის გამოიგონა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იყო შემოქმედებითი შრომა, ეს არის კომუნური შრომა. და იგივე გეიცი რასაც აკეთებს, არა? და იგივე ჩვენი საყვარელი ქალი ნაომი კლაინი. არა? ნაომი კლაინი ახლა წიგნს თქვენ რა გონი არ кайფობს? 5 ორგაზმი აქვს მინიმუმ თითოეული წიგნის წერის დროს. და ეს არანაკლები სიამოვნება ვიდრე ვიღაცასთან სექსუალური აქტი. და მე ვამბობ, რომ უფრო მეტი სიამოვნებაა, მეგობრებო, ბევრად მეტი. ახლა ბავშვების გაჩენა რო არ იყოს საჭირო, მე ვიტყოდი, რომ საერთოდ არ არის საჭირო, ესე იგი, ასტროლოგიური აქტები. წეროთ წიგნები, ვიკითხოთ და ჟორასავით მოვგავოთ ქუჩა, რომელსაც ახლა საოცრად აკეთებს თქვენი, ესე იგი, თანატოლები, ძალიან დიდი ნაწილი და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ხოდაშორის ახლა. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩემო ბატონო.
დედოფლის წყარო წერს, რომ ბატონო ირაკლი, საინტერესოა თქვენი აზრი ემიგრაციაში მყოფ ქართველებზეო. საინტერესოა ჩემი აზრი ემიგრაციაში. რა ვიცი, აბა გიპასუხებთ ამაზე, რომ ემიგრაციაში ეხლა უკვე იმდენი ქართველია, დაახლოებით 2 მილიონი კაცი არის ემიგრაციაში. ნიუ-იორკში რო დავდივარ, ქართული უფრო ხშირად მესმის, ვიდრე ინგლისური ხანდახან. და პირიქით მეგრულიც მესმის, სვანური, ეხლა უკვე ვიყავი, ყველა საინტერესო რა იყო, ეხლა ვიყავი რაღაცა ქართული რესტორნები გაიხსნა მანჰეტენზე, ხო, მოდაში შემოვიდა ქართული საჭმელი და მოდის ერთი ამერიკელი და ინტერნეტით გამოვიწერეო, ეხლა გაიხსნა კაფე თონე, ესეთი ჩემი მეგობრების არის და კაფე თონეშიო და სად არისო ნამდვილი კუპტარი თუ გაქვთ მანდო? კითხულობს ვიღაცა ტიპი, რომელიც საქართველოს ნამყოფი არ არის. და ეს ნამდვილად გასახარებელია ხა ის ნიკუშა ჩხეიძის და კობა ბოგდანოვის და ძიმა ტვილდიანის ერთობლივი ესე კი ინიციატივაა და ეხლა სხვა შორის ჩემი მეგობარია მეორე მალხაზრამიშვილი ისიც აპირებს გახსნას ესეთი უკვე food chain-ები და ასე შემოვიდა მოდაში თქვათ მაგალითად ფხალეული ძალიან ნიუ-იორკში ეხლა რაღაც ესეთი პონტია რა მაგარი პონტია ეს ტიპები მოდიან ეს მეხუთე ავენიუს ხალხი და ფხალი ვერ იძახიან მაგრამ ფხალი და მაგრამ მოწონთ ესა და მე საერთოდ მიმაჩნია რომ ესე იგი ფხალის კულტურაზე ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმიტომ რომ ფხალი განა ის არ არის რაც მედეა მიასონს აჭამა და რო აჭამა მე მიასონა მოიპარა ეს ფხალის კულტურა და არა მარტო ფხალი რო შეჭამა მე ოქროც მოგპარა და ორი ძირითადი მთავარი პარადიგმა რაზეც დგას დასავლური საზოგადოების სიძლიერე რაც იყო საბერძნეთთან მოდის, არა? საბერძნეთი იყო დასავლური და კოლხეთი იყო აღმოსავლური მაშინ. არა და მოვიდა და მოიპარა ეს ორი. მედეა წაიყვანა, მოატყუა. არის ჯანმრთელობა და სიმდიდრე. ორივე აქვს აღებული კოლხეთიდან. ან სამტრისი, პრინციპი სამტრისი იქვე არის რა. სამტრისიდან არის, ხო, ეხლა გავიგებთ მართალია ჩვენმა თავრობამ აგვიფეთქა სასწრაფოდ, როგორც კი დადასტურდა ის ფაქტი, რომ მართლა საქართველოში იყო პირველი ოქროსისენი, ეგრევე 100%-იანი უკვე გააკეთეს ის, რომ ეხლა ვეავაფეთქოთ ეს ამბავი, რომ დამტკიცდა, რომ ნამდვილად პირველი ოქროს მაღაროები საქართველოში იყო და ოქროც და მედიცინაც და ფხალეულობაც წაიღეს იქ. მე ძალიან მიყვარს ქართული ემიგრაცია, იმიტომ რომ მე თვითონაც მისი ნაწილი ვიყავი ძალიან დიდი ხანი. ეხლა ხანს მივიღეთ დავიბრუნე საქართველოს მოქალაქეობა. 1990 წლიდან წასული ვიყავი და როგორ დამოვიწყდა ხა ბონდო კეკელია და უდიდესი ხალხი, არა, ბონდო პეტრე ხვედელიძე, ჩემო ბატონო, მერაბ კუიტაშვილს მოვესწარე 91 წელს და თეიმურაზ ბაგრატიონს და ეს იყო პირველი ემიგრაცია. და ბებია ჩემის ძმა იყო კონსტანტინე ნაკაშიძე, რომელიც ტორონტოში იყო და ეხლა ხანს აღმოჩნდი ტორონტოში სხვა შორის იქ ჩემი ცოლი იქ მუშაობდა და ტორონტოში რაღაცა დაბადების დღე გადამიხადეს ადგილობრივმა სათვისტომოს წარმომადგენლებმა და მოუყევი ამბავი, ესე იგი ბებია ჩემის ძმა, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში რო დაამთავრა, იძულებული იყო წასულიყო ტორონტოში და იყო კოცია ნაკაშიძე, რომელსაც იქ შეარქვეს ნიკინეშ. მოკლედ ქართულს ესე ემიგრანტობა არ უყვარს ხალხია. ყველა ქართველი ეხლა რომელიც იქ ცხოვრობს, ყიდულობს სახლს ან ვაკეში, ან ვერაზე, ან დიდუბეში, ან გლდანში, ან კიდევ ქუთაისში, ყიდულობს სახლს კორპუსში აქ, მაგრამ იქ სახლს არ ყიდულობს. იშვიათად მინახავს ქართველი, რომელიც ამერიკაში ყიდულობს სახლს. ყველა ყიდულობს აქ. ყველა ქართველს უყვარს გაპრანჭვა საქართველოში. ეს საინტერესო რამეა, მაგრამ იქაც ემიგრაციაშიც ერთმანეთს ვეპრანჭებით. შენ ხარ ჩემი ბატონი და ვართ ასე და აქ კარგია ეს, არ არის ცუდი. შენ ხარ ჩემი ბატონი. არ ვიცი ახლა რამდენად ამომწურავად გავეცი პასუხი, მაგრამ ჩემი მოკლე გამოცდილება ეგ არის. ქუთაისიდან არის კიდევ ერთი შეკითხვა, თუ შეიძლება ბატონმა ირაკლიმ გაგვიმარტოს მოკლედ, როგორია ბიოპოლიტიკა დღევანდელ საქართველოშიო? მე მგონი იცით რა არის ეს კარგი შეკითხვა რა თქმა უნდა, მე მგონი ამის გამარტება არ იქნება სამწუხაროდ საუბედროდ რთული, იმიტომ რომ დღევანდელ საქართველოში არის უდიდესი უმუშევრობა. სიღატაკის დონით ახლა ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. ის სტატისტიკა, რომელიც თავრობამ გამოაქვეყნა, ამას აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ ადამიანები არიან ძალიან გაჭირულ მდგომარეობაში. და ეს თავისთავად განაპირობებს იმას, რომ როდესაც უმუშევრობა ამ დონეზე არის, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ადამიანი იძულებულია წავიდეს
2 მილიონი ქართველი წასულია ემიგრაციაში და აქაც ნებისმიერ სამუშაოზე თანხდება ადამიანი, რომ გადაერჩინოს თავი. ის სასიამოვნო შემოქმედებითი სამუშაო ძალიან იშვიათად თუ მოიპოვება საქართველოში დღეს. საქართველოს მოსახლეობის 90% არის სრულებით მარგინალიზებული, სრულებით გაღატაკებული და ღირსება აყრილი. და აქედან გამომდინარე ის არის მონა ამ ბიოპოლიტიკური სისტემის, ნეოლიბერალიზმის. სანამ ჩვენთან არ იქნება საყოველთაო და უფასო განათლება, საყოველთაო და უფასო ჯანდაცვა, რომელიც ნაწილობრივ არის და ამისთვის ბატონ სერგეენკოს დიდი მადლობა ჩემგან და ვფიქრობ არჩეული პიროვნებაა და ნამდვილად დასაფასებელი. ეს ერთადერთი რეფორმა არის, პლუს კიდე წიგნების რეფორმა განათლებაში. ეს ორი რაღაც მოხდა, მეტი არაფერი არ მოხდა რა სამწუხაროდ გაუმჯობესებისთვის, მდგომარეობის და სანამ არ იქნება ესეთი ველური კაპიტალიზმი. მე მახსოვს საქართველოში ის პერიოდი, როცა ყველა არ იყო ბიოპოლიტიკის მონა. 1980-იან წლებში ჩვენ რო დავიწყეთ ეროვნული მოძრაობა. მაშინ პრაქტიკულად არავინ არ იყო ბიოპოლიტიკის მონა. მაშინ უმუშევრობაზე აქეთ გიჭერდნენ და გეხვეწებოდა, დაყვებოდა ადამიანი და ოღონდ სამუშაო მუშაობა დაიწყო. ის მეორე პრობლემები ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ბევრი პრობლემა ჰქონდა, მათ შორის რუსული იმპერიალიზმი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეგ იყო, იმპერიალიზმმა დაანგრია საბჭოთა კავშირი, მაგრამ სოციალიზმი ბევრად უფრო კარგი სისტემა იყო, ვიდრე ეხლა გვაქვს. ეხლა გვაქვს ადამიანების ეკონომიკური ლიბერალური დამონების სისტემა, რომელიც რეალურად ჩემ თაობას, ჩემი თაობა გაწყვიტა წელში და ეხლა მე იმედი მაქვს, რომ თქვენი თაობა, ახალი თაობა მოახერხებს იმას, რომ ამ ნეოლიბერალიზმის და ბიოპოლიტიკის აი ამ საშინელ მარწუხებს გაასწორებს და ეს ჩვენი ნებით უნდა მოხდეს, ჩვენ ამაზე, ჩვენ თუ გამოვიჩინეთ სოლიდარობა და ერთმანეთის შეყვარება შევძელით და ერთმანეთზე ფიქრის შევძელით, მე ვფიქრობ, პარლამენტი ძალიან ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ იყოს ამხელა უმუშევრობა, არ იყოს ამხელა ეკონომიკური დეპრივაცია და ნუ რავინ ნუ მეტყვის ახლა რომ ეს ეკონომიკური ფაქტორებია და ბაზარი თვითონ ეს ყველაფერი ტყუილია. ბაზარი თვითონ კი არა, ეს არის ელიტების გადაწყვეტილება, რომ ადამიანების უმრავლესობა ჯორჯო აგამბენის ძალიან კარგი წიგნი არის სხვათა შორის ჰომო საკერი. რომის იმპერიაში არსებობდა რამდენიმე სტატუსი არა. ერთი სტატუსი არის არისტოკრატი, მოქალაქე, მეორე პლებეი მოქალაქე, მესამე მონა, აგრეთვე სტატუსი იყო და მეოთხე იყო სულიერი არსება. უბრალოდ მსუნთქავი არსება, ჰომო საკერი. მის სიცოცხლეს არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ შემოაკვდებოდა, შტრაფიც არ იყო მის მოკლაზე, იმიტომ რომ რაღაცა გაურკვეველი არსების ფუნქცია ჰქონდა, ჰომო საკერი იყო უმრავლესობა. ასევე არის მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თავისუფალი ბაზარი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სადაც ადამიანების პატარა რაოდენობა, რომელსაც სიმდიდრე გააჩნიათ, წყვეტს, რომ დანარჩენი ადამიანის ცხოვრება არ არის ადამიანის ცხოვრება. და ის უნდა იყოს პირუტყვის კი არა, არსება, რომელიც სუნთქავს, რომელიც სიცოცხლესაც არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ თუ შეგვიყვარდება ერთმანეთი, ჩვენ ამ სისტემას გავაუქმებთ და ყველა ადამიანს ადამიანის სტატუსს დაუბრუნებთ. გამარჯობათ, მადლობთ საინტერესო ლექციისთვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ იქნებ მართლაც ვართ გამოშტერებული საზოგადოება ჩვენ. ბევრი რამის გამო. ეხლა რა შეეხება კითხვას. აი ნეოლიბერალიზმი პიარი ძალიან ბევრი თუნდაც მიუღებელი რამეების რა თქმა უნდა. გასაგებია რომ ეს ყველაფერი მიდის ადამიანის ფიზიკური კონტროლისკენ, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად არის ეს მიმართული ადამიანის გონებრივი კონტროლისკენ. იცით რა არის, რა თქმა უნდა ეს გონებრივი და სულიერი დამონებაც არის. ფიზიკიც და არის ბიოპოლიტიკა ეს აი ფუკოს ეს განსაზღვრება არა და იგივე ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ. აგამბენი ლაპარაკობს სხვა შორის ძალიან ბევრს ამაზე, იგივე ანტონიო ნეგრი და მაიკლ ჰარტი და ალენ ბადიუ და ასე შემდეგ, ჟაკ რანსიერი. ჟაკ რანსიერს აქვს ძალიან კარგი გამოკვლევა დემოკრატიის სიძულვილი. სადაც ის ამბობს პირდაპირ, რატო ძულთ ადამიანებს დღევანდელი ლიბერალური დემოკრატიები. და დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას თქვენ წარმოიდგინეთ, ძულს ლიბერალური დემოკრატია. იმიტომ რომ
ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ დემოკრატიას არ მოაქვს ნამდვილი თანასწორობა. და ეს არა მარტო დღევანდელი გლობალური სისტემის პრობლემა სწორედ ეს არის და ამაზე ლაპარაკობს ბევრი ანტიგლობალისტი მეცნიერი. ეს არა მარტო ეგრეთ წოდებული განვითარებული საზოგადოების პრობლემაა. ანუ ხდება რა არის სიყვარული? სიყვარული არის სულიერი იდეა. როცა იდეას გართმევენ, სიყვარულის იდეას გართმევენ, პირველ რიგში სულიერად ახდენენ შენს დამცირებას და დამონებას. ეს პირველ რიგში სულიერი აქტია, ანტისულიერი აქტია. ფიზიკური ამას მოყვება მხოლოდ. ჩემი გაეგოისტება, ჩემი სულიერი პრობლემა არის, ჩემი სულიერი სიკვდილია პირველ რიგში. ჯერ მე სულიერად ვკვდები და როცა ვხდები ეგოისტი, ღორი და მე ვიწყებ ამ კონკურენცია, კაპიტალისტურ კონკურენციაში ვებებები როგორც ღორი და ვეჯიბრები სხვა პირუტყვებს, ჩემნაირ პირუტყვებს, მე უკვე ნენელა ფიზიკურადაც ვკვდები. მაგრამ ჯერ პირველ რიგში სულიერად მკლავს სისტემა, როდესაც მე მარწმუნებს იმაში რომ ღორი ვარ. ღორი კიდე კარგი ცხოველია სხვა შორის ეს არა გარემოს დაცვითი ის არის და ბოდიშს ვხდიან ღორი ბევრად უფრო კაი ცხოველია ვიდრე ის არსება რომელიც თომას ჰობსისეული დღევანდელი ვარიანტი არის ეგრეთ წოდებული ცივილიზებული ადამიანის ეგ დღევანდელი ეგოისტი ბევრად უარესია ვიდრე ღორი ანუ ეს შეშინებული ბიურგე ჰაიდეგერს აქვს არა ჰაიდეგერის უწოდებს ამას მანს ნიმანდ არავინ რომელიც არის პატარა მანი და ყველას უყურებს ეჭვის თვალით და შიშით და ასე შემდეგ. ესეთი როგორც კი ვხდები, მე მაშინ მკვდარი ვარ სულიერად. პირველ რიგში სულიერად მკლავს. მთელი არსი ნებისმიერი მეტაფიზიკური სწავლების იქნება, ყორანი იქნება ეს თუ ბიბლია იქნება თუ თქვა ბუდისტური წიგნები, ფადავად გიტა და ასე შემდეგ. არის ის რომ ადამიანი თავისი თავზე არ უნდა იფიქროს მარტო და სხვაზე იფიქროს, არა ეს გადაძლევა ამისი. და მთელი არსი აგრეთვე ხელოვნების არა მეტაფიზიკური როგორც ნიჩე ამბობდა არა მეტაფიზიკის აკვანი ხელოვნება არისო არა ხელოვნების რომელიც აგრეთვე ამ ძალაზე აპელირებს რომ შენ ბევრად უფრო ძლიერი ხარ ვიდრე შენი ფიზიკურობაა ბევრად უფრო ძლიერი ადამიანი და როგორც კი ვიღაცა გარწმუნებს იმაში რომ ეს ძალა არ აქვს მაშინ ვკვდებით მაშინ მკლავს ის მე სულიერად მკლავს პირველ რიგში მეუბნება რომ შენ არ შეგიძლია როგორც კი ვიღაცა გეუბნება შენ ეს არ შეგიძლია შენ კლავს ეგ იცოდე იმიტომ კი არა რომ რაღაცა სიგიჟე უნდა გააკეთო, არა, სიგიჟე უნდა გააკეთო, მართლა უნდა გადავხვდეთ ფანჯრიდან და არ წარმოვიდგინოთ რომ ხო იყო ჩვენთან რაღაც ჯგუფი რომ ხდებოდა ფანჯრიდან ფრთები გვაქვს გამოგვიმოდა და ეს არა რა თქმა უნდა, მაგაზე არ არის ლაპარაკი. მაგრამ როდესაც ნეგატიური ენერგია მოდის შენი სულიერი ძალის მიმართ და გეუბნება შენ ამას ვერ შეძლებ, ეს არის უკვე უკოლელობის მცდელობა, ეს არის სრულ, რასაც ეძახიან ამერიკაში ხოჭის გამოთქმა არის, რომ ფეხებში გესვრიანო, ჯერ ფეხებში გესვრიან და მერე ზემოთ ამოდიან უკვე რა, რომ ფეხებში სრულას იწყებენ, იმითი რომ გარწმუნებენ, რომ შენ ამას ვერ გააკეთებ. არ დაიჯერო, რომ თქვენ ამას ვერ გააკეთებ. თქვენ ამას აუცილებლად გააკეთებ. თავარია, გწამდეთ. და მრწამსი არის მეტაფიზიკური ფენომენი, რომელსაც ვერანაირი ფიზიკური ფაქტი ვერ შეცვლის. და პირიქით, თქვენ მრწამსით ნებისმიერ მთას გადაატრიალებთ და ნებისმიერ ფიზიკურ გარემოს შეცვლით. ეს არ ნიშნავს იმას, მე ახლა ეკლესიურ რაღაცა დოგმატიკას არ ვხატაგებ. ხო ხვდებით. ნებისმიერი სოციალური ცვლილება მომხდარა მრწამსით. ადამიანს თუ წამს რომ ის გააკეთებს, პირველ რიგში უნდა გჯეროდეს საკუთარი თავი, საკუთარი სულიერების და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბიოპოლიტიკა მაშინ იმარჯვებს, როცა ის გვარწმუნებს, რომ ჩვენ სული არ აქვს. მაშინ ჩვენ ვართ დამარცხებულები უკვე. ბატონო ირაკლი, ბოლო კითხვა არის ქუთაისიდან ცოტა სახუმარო. თემურ ლენგის ბიოპოლიტიკური ხედვა როგორი იყო? ქუთაისში უნდა წასვლა და გოგის ვანიძეების რესტორანში მოლხენა და მაგას დაიბოვმა ეგ კაცი, რომ ვერ მივიდა გოგის ვანიძეებში. იმიტომ ამერიკა ამდენი ხალხი თქვა. უღმესი მადლობა საინტერესო ლექციისთვის, დიდი მადლობა რეგიონებს და ხალხშეუბრალოდ 6 საათზე ჩავართვით. მადლობა.